გაუმარჯოს ამ უნივერსიტეტსაც, გაუმარჯოს უნივერსიტეტის იდეას და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გული შესტკივა საქართველოსთვის. დღეს ის რაც ხდება, არის არა უბრალოდ სირცხვილი ცოცხალი ადამიანებისთვის, ყველა სირცხვილია, ვინც დღეს ცოცხალია დადის და ეს უნივერსიტეტი დაამთავრა, მიუხედავად იმისა, რა წარმოდგენისაც არ უნდა იყოს აქაურობას. მივიღეთ გადაწყვეტილება. სად და ვისთან ერთად მიიღო გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება ამ ბრიფინგიდან ვერ გავიგეთ. ყველაზე ძველი ისტორიული უმაღლესი დაწესებულება საქართველოში ამიერიდან საერთო სახელის ქვეში ფუნქციონირებს, რაც გულისხმობს ამ ორიდან ერთ-ერთი სრულად გაუქმებას. კითხვები ბევრია, ამიტომ ქართული ოცნების განათლების მინისტრს სახლთან ველოდებით. გივი მიქანაძე სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების დაგროვილი კითხვები ვერ დავუსვით, მინისტრი ამ დილით სახლიდან არ გამოსულა. კითხვები კი ასეთი გვქონდა: რატომ არ არსებობს საჯარო ინფორმაცია მასშტაბურ რეფორმაზე, რატომ მიიღეს გაერთიანების გადაწყვეტილება ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე და სხვა მრავალი. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. სიღრმისეულ ანალიზში ალბათ რექტორების საქმის კურსში ჩაყენება იგულისხმება. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, მან განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიგო, რომ მის უნივერსიტეტს მალე გააუქმებენ. გუშინ საღამოს მე და განათლების მეცნიერების ახალგაზრდობის მინისტრის შორის შედგა კონსულტაციები, სადაც იყო ამ თემაზე საუბარი. მან გამოთქვა თავისი მოსაზრება. შეხვედრა იყო რექტორებთან და ასე შემდეგ. ის იყო ყველაფერი ფორმალობა, ანუ რეალურად გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შემდგომ გაზიარებული მათთან. სხვა არგოლებთან არ იყო გაზიარებული, რადგან გამოიწვევდა იმას, რა ალბათ რაც ეხლა გამოიწვია საპასუხო რეაქციას გულისხმობ ამას, საპროტესტო რეაქციას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებმა, კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა ჯაბა სამუშიას მიმართეს. ისინი იყენებენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში აკადემიური საზოგადოება ჩართული უნდა იყოს. პასუხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისგან არ მიუღიათ. გაერთიანების მიზანი რეალურად არის, რომ კონტროლში ყავდეთ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი, რაც არის დამღუპელი თლიანერისთვის რეალურად. არსებობს ვარაუდი, რომ გაერთიანების შედეგად უნივერსიტეტის შენობები კომერციული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. მსგავსი შემთხვევის მაგალითი უკვე გვქონია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-7 კორპუსი მთავრობამ შავი ზღვის უნივერსიტეტს აეროპორტთან მდებარე მიწაში გაუცვალა. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ის ტერიტორიები, რომელზედაც ეს უნივერსიტეტები არის განთავსებული, პირველი და მეორე კორპუსის გარდა გაყიდიან აბსოლუტურად ყველა შენობას, ასევე მოექცევიან ეგრეთ წოდებული GPI-ის, ანუ ტექნიკური უნივერსიტეტის შენობებსაც და სხვა ტერიტორიებსაც, რომელიც რეგიონებში, სხვა რეგიონებშია განთავსებული. შაბათის ფორმულას ინფორმაციით შემდეგი სამიზნე მე-10 კორპუსი ეგრეთ წოდებული მაღლევია. დღემდე უცნობია, სად გააგრძელებენ სწავლას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები, ან დარჩება თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეს ფაკულტეტები. ინფორმაციის გაგება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. პირველ კურსელებთან შეხვედრაზე ჯაბა სამუშია თავის ნომერს ყველას აწერინებს, თუმცა როდესაც მისგან პასუხია საჭირო, ის არსად ჩანს და არც არავის ზარებს პასუხობს. მასთან საუბარი მხოლოდ მედიას არ სურს. აქციაზე გაკეთდა განცხადება, რომ სტუდენტები ითხოვენ ღია და საჯარო შეხვედრას რექტორთან. 1920 წელს დაახლოებით 10 წელზე მეტი წლის მოპოვებული დამოუკიდებლობა, რატომ უნდა გავცვალოთ ამ ყველაფერზე? აი იმ ჟინს 1989 წელი რატომ გავიწყდება? 9 აპრილი რატომ გავიწყდება ეს ყველაფერი? რისთვის იბრძოდა ის ხალხი იმ დროს? იმ ხალხმა დაწერა ისტორია და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ყველაფრით ახალი სამყარო შევქნათ, ახალი საქართველოს შევქნათ. ირაკლი კობახიძის თქმით, არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჰარვარდი და არც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კემბრიჯი, მაგრამ განათლების მინისტრი სულ რაღაც 2 კვირის წინ სრულიად საპირისპირო მესიჯს ავრცელებდა.
16 იანვარს ჩვენთან იყო განათლების მინისტრი, რომელმაც გითხრა ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი არის საინჟინრო კადრების სამჭედლო და ტექნიკური უნივერსიტეტი გააგრძელებს თავის ფუნქციონირებას, როგორც აქამდე აგრძელებდა. ჩვენ ვინმეს ავტორიტეტის ასამაღლებლად არავის არ გამოვადგენთ. ჩვენი ავტორიტეტი და ჩვენი საქმიანობა გვეყოფა. შაბათის ფორმულა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გიყვებოდათ გაყიდულ განათლებაზე. მაშინაც მინისტრი ფორმულასთან საუბარს არ დაეთანხმა და დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემას მშობლებთან და მასწავლებლებთან შეხვედრაზე აანონსებდა. შეხვედრაზე, რომელიც დღემდე არ გამართულა. მშობლების დაგროვილ კითხვებს დაგისვამთ განათლების რეფორმასთან მიმართებით. თუ შეიძლება. მშობლების დაგროვილ კითხვებს მე ჩვენი კითხვებს პატივს არ სცემთ. შეხვედრა მშობლებთან, მასწავლებლებთან. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. არა, ყველა დამისვამთ, მე თქვენ არ გეთანამშრომლებთ. განათლების სივრცეში დრაკონული შეჭრა აქციის მონაწილეებმა ორივე უნივერსიტეტთან გააპროტესტეს. ეს იყო ბრძოლა იდენტობისათვის და ღირებულებებისათვის, რომლებიც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებში უფასურდება. აქ იმიტომ ვარ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადო პირველ რიგში სტუდენტებს, იმიტომ რომ მეთუნაც თესეუს უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ მის ისტორიას და არ შეიძლება რომ ივანე ჯავახიშვილის შექმნა დატოვებულ ასეთ სიმდიდრეს ასე ეპყრობოდეს ხელწამოყრით ხელისუფლება დღეს. განათლების მიღმა ქართული ოცნების მმართველობისას ყველა სიკეთე, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე მოიპოვა საფრთხეშია. უწყვეტი საპროტესტო აქციები, რეპრესიული კანონები, უსამართლო გადაწყვეტილებები, პოლიტიკური ნიშნით გასამართლებული და დაკავებული მოქალაქეები. ბრძოლა დემოკრატიისა და ქვეყნის თავისუფლების დასაცავად რთულია, მაგრამ გარდაუვალი.